ჩართე. ამ ბევრი მეგობრისგან ამომდინარე ჩვენ ამ წინა კონფერენციას ჰქონდა ის დათვირთვაც, რომ ჩვენი თანამშრომლობა შემდეგშიც გრძელდებოდა და არ დამთავრებულა იმით, რომ დავასრულოთ კონფერენცია და ამით დამთავრდა. ეს მოკლე შესაბამის შემდეგ წარმოვიდგინეთ ახლა ჩემს თემას. კერძოდ ეს გახლავთ ინოვაციური მეთოდების გამოყენება ჰაგიოგრაფიის სწავლისას. მე გახლავთ ვინც არ იცის ლაპარაკობთ ცოტა არეულად. კადრების ლიტერატურის მასწავლებელი დავით მენაშვილი რუსთავის 28-და საჯარო სკოლა. ზოგადად ინოვაციური მეთოდების გამოყენება თორსა დიდი მნიშვნელობა და მნიშვნელობა აქვს ყურადღება ექცევა დიპლომატიასა და მართულ სისტემაში. ამაზე საუბარი თავს არ შეგაგრძელთ. შესაბამისად ვიცით, რომ ინოვაციური პროცესის მოტივირებული მიზანმიმართული შემოქმედებითი პროცესის შესაძლებლად დასათვისებლად, გამოსაყენებლად და ახალი იდეების დასაცავად. შესაბამისად თანამედროვე საგაბმულო პროცესის მახასიათებელი უნდა გახდეს შექმნა აფისება გმირდება და თანამედროვე განათლების სისტემაში, როგორც ვიცით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ფორმის, ასევე შინაარსის თვალსაზრისით. ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება სასკოლო პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც საგაკვეთილო პრაქტიკაში, რადგანაც ვიცით, რომ მოსწავლის მოტივაცია საკმაოდ დაბალი არის ზოგადად წიგნისადმი, ზოგადად კითხვისადმი და მით უმეტეს ეს ეხება ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს. რადგანაც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები როგორც შინაარსობრივად, იდეოლოგიურად, ასევე ლექსიკურად და რთულად აღსაქმელი და გასაგებია გახლავთ ჩვენი მოსწავლეებისათვის და უმეტესწილად ისინი თვლიან, რომ 21 საუკუნეში მოძრაობა აღარაფაში საჭირო არ არის და კონსერვატიულ გამსახურდიას რომ დავასწროთ სამუზეუმო ექსპონატადაც კი აღარ მიაჩნიათ სამწუხაროდ. ამიტომ ვცდილობ, რომ გარკვეულწილად შევიტანო ისეთი ფორმები მუშაობის, რომელიც მოსწავლეებისთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი. და რაც მთავარია, აი ამ მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებს დავანახულოთ ნებისმიერი ნაწარმოები მართალია თავის ეპოქის პირშოა და უწინარწყოზე თავის ეპოქის იდეალებს გამოხატეთ, მაგრამ რა თქმა უნდა მარადიული ფასეულობების მატარებელი და ნებისმიერ ეპოქაში ის ახლებურად შეიძლება. და ეს ეხება რა თქმა უნდა ჰაგიოგრაფიასაც. ინოვაციური მეთოდებიდან რამდენიმე მიმართულებაზე ვისაუბრებ, თუმცა ამით არ შემოვსახება, რაკიღა საპრეზენტაციო წარმომადგენელი აბუთბილთან დაკავშირებით ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი და მოგახსენებთ, რომ აბუთბილის ჩატარებისთვის ერთგვარი სტიმული მომცა ჯერ კიდევ სტუდენტობაში ჩემი დიდი პედაგოგის ფრაზა, რომელმაც ამ თემაზე საუბარ ბატონ ლევან სირაძეს გულისხმობ, ბრძანა, რომ სამყაროს შემეცნებისადმი ადამიანის დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც სულიერი მოგზაურობა მაგელანის მოგზაურობით შეცვალესო. და სწორედ აი ეს მაგელანის მოგზაურობა ამ რუსეთის გადაადგილება აბუთბილის როგორ ემთხვევა მის სულიერ სიახსვას, როგორ იქცა აბო გზად, კიბედ, კარად, რომელმეც თავშივე არის მოცემული ვიცით სიმბოლოები, დიახ, ეს სიმბოლოები გვეჩვენებინა ეს უკვე აბოს მაგალითზე და თავგეკავშირებინა პრაქტიკასაც, რადგანაც სამხედრო ახალგაზრდები ბევრად პრაგმატულები არიან ჩვენგან განსხვავებით და მათთვის ასეთი დამოკიდებულება ბევრად უფრო მისაღები ხდება ხოლმე.